კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა. გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო საპატრიარქო ტახტის მოსახდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. მან 9 აპრილს გარდაცვლილთა და კათოლიკოს პატრიარქის ილიამ მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე შიომ ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეში პატრიარქის და 9 აპრილს გარდაცვლილი მოქალაქეების წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. 1989 წლის 9 აპრილს გამთენისა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ახლა პანაშვიდში მოვიხსენიეთ, როგორც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის სულიც. განსხვავებული იყო მათი ცხოვრება და მათი ღვაწლი და მათი აღსასრული. მაგრამ მისმა უწმიდესობამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი მსახურებას. და 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები გარდაიცვალნენ სამშობლოსთვის, თავი შესწირეს, თავი დასდეს სამშობლოსთვის. და აი დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოს მომავალზე, მის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე. და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ, ისევე 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ჩვენ გვახსოვს ეს დღეები, უდიდესი ტრაგედია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ჭირისუფალი ერთმანეთისა. ეს დღეები ძალიან მაგონებდა მე პირადად პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო და თან იყო მწუხარება, მაგრამ თან ძალიან დიდი იმედი, რომ პატრიარქის დანატოვარი იქნებოდა. ძალიან ეს მიზნები პატრიარქის მიერ დაწყებული იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით. დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს პატრიარქის სული. პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. მემორიალი ყვავილებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, ასევე ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც, რომლებმაც ტრაგედიის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. პატივი მივაგეთ იმ გარდაცვლილ გმირებს, რომელმაც თავი შეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო 9 აპრილი 37 წლის წინ და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ესეთი თარიღები უნდა აერთიანებდეს ერს, უნდა აძლიერებდეს ჩვენ სახელმწიფოს და არ უნდა ყოფდეს პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერთად ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. მოვედით აქ, რომ ვიფიქროთ ვიზეიმოთ რაღაც საზეიმო განწყობით, მაგრამ საშინელება დაგვდა, მე უცებ რომ დაიძახეს, რომ შემოგვესიენ და დავიშალოთო, არავინ ფეხი არ მოვიცვალეთ, უყველა ვიდექით ესე მყარად, ხელჩაკიდებულები და მოუგდებდა მთელი ეს ზღვა ხალხი, მაგრამ ვერ გადავრჩი მეც მძიმედ დავშავდი. 2 თვე ვიწექი ავადმყოფოში, თავს დამტრიალებდნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები.
არა როგორღაც გამოვედი მდგომარეობიდან, მაგრამ ყოველ წელს მოვდივარ. დავტირე ამ ჩვენს გმირებს. ტანკები აი აქედან რომ დაიძრნენ თავისუფლების მოედნიდან, ჩვენ თან გვერდში მივყვებოდით, რომ ქალები არ მოხვედრილიყონ, მაგრამ სამწუხაროდ სისტემამ არ დაგვინდო. მძიმე პერიოდი იყო, რაც განიცადა უდანაშაულო და ახალგაზრდა ბავშვები შეეწყნენ თითქმის ამ დღეს. პატრიარქსაც კი არ დაუჯერეს. მათი წმინდა სულები ალბათ ილოცებენ ზეციური საქართველოსთვის. 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივის მისაგებად დღეს მემორიალთან საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე თბილისის მერის მოადგილეები იმყოფებოდნენ რადიკალურმა ჯგუფებმა, სადაც მათთვის ხელი შეეშალათ და პროვოკაცია მოეწყოთ. იმ დროს, როდესაც ბექა დავითულიანი მემორიალთან ახლოს მედიის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა, მასთან რადიკალი აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა. თქვენი აზრი მერე და როცა მოხდა. კარგად გზარდებოდა თქვენ. ხო და მაგას ნიშნავს მეც არა. პოლიციის წარმომადგენლებით თქვენ ხართ რუსები. გაიგე, თქვენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. შეგიძლიათ მიბრუნდეთ. გესმოდეთ, აქ არის. თქვენ ხართ მოღალატე რუსო. რადიკალური ჯგუფები 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს და 9 აპრილის აქციის მონაწილეებსაც რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ისინი ადგილზე მისულ პირებს მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლიდნენ და მოქალაქეებს მედიასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე მისული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მემორიალი არავის საკუთრება არ არის და ნებისმიერ ადამიანს შეუფერხებლად უნდა ჰქონდეს მისვლის შესაძლებლობა. 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაცია ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა და ერთ-ერთი მოქალაქეს აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს და ტერიტორიიდან რამდენიმე პირი განარიდეს. მონოს მეძახირა, რატო არ დამიცალო? მე რას გვერდით გაწოდა? ჩვენ რას გვერდით? რას იძახი ხა? რას გეუბნები? პრივატიზებული ყველაფერი გამარჯვებინეთ ხალხო. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მაგაზები დაობს საერთოდ კაცო, როგორ შეიძლება მაგით თქვა? რა უბრალოდ მიგზალა თქვენ მე 9 აპრილის მემორიალთან მოსვლას. მამუკა ხაზარაძის და გია ბარამიძის პარტიის წევრები მე მეძახიან მონას. რა შუაშია ჩემ დანარხი ქართველია და ველაპარაკები არ არიან ესენი ქართველები, ესენი არიან დასანქცირებულები, როგორც რუსული. როგორ გეკადრება, როგორ შეიძლება ერზე ილაპარაკო ეგეთი რამე, როგორ შეიძლება? მიგრებ თქვენ უფრო აგენტი ხართ ახლა შემოსული აგის ერთ შეკითხვებს მაძლევ. ნუ აი ამაზეც გეტყობათ. ხელი დასანქცირებულები არიან რუსული საქმის კეთებისთვის. თქვენ რა იცით? რა ვიცი, და ესე იგი მეც რუსეთის აგენტი ვარ, არა? უნდა განსაზღვროთ ვისაც. რა უნდა განსაზღვრო? რა შუბზე გაწერია ვინა ხარ? მე ხო არ გთხოვ ინტერვიუს. ხო და გაჩერდი მაშინ. მე უბრალოდ მოგიწოდებ, რომ რუსეთს ინტერვიუ დაგვანებეთ თავი, გალბატონო. რადიკალების პროვოკაციას 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფა დაფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ გარედან მართული დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. მათივე თქმით, რადიკალური ჯგუფები რუსთაველის გამზირის მონოპოლიზირებას და საზოგადოების გახლეჩვას ცდილობენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის აბსოლუტურად მართული და რომელთაც აქვს გარკვეული დავალებები, რა თქმა უნდა, ეს როგორც ქვეყნის შიგნით ძალებისგან, რომელიც ქვეყნის გარედან იმართებიან და დღეს, როდესაც არის ესეთი მძიმე დღე, ასევე არის ეკლესიურად ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ნებიშვიდეული, დიდი ხუთშაბათია. დღეს უნდა ხდებოდეს რაღაცა თავშეკავება, მეტი სოლიდარობა. ეს არის რადიკალების დაჯგუფება, მაგ დაჯგუფებიდან აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული და ჩვენ კარგად გვახსოვს მაგალითად წინა წელს რომ არ მიუშვეს ბავშვები ნაძვის ხესთან, ასევე 9 აპრილი გვახსოვს წინა წლის წლევანდელი 9 აპრილი, სადაც ისინი ცდილობენ რომ მონოპოლიზირებული კონდეთ რუსთაველის გამზირი და ეს არის პირდაპირ გარე დავალება, რომ შემდეგ მათ გარე პატრონებს სალაპარაკო მიეცეთ, რომ თითქოს საქართველოში რაღაცა უწყვეტი აქციაა და თითქოს ქართველი ხალხი არის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი. ეს არის ძალიან ვიწრო ჯგუფი, უდიდესი უმცირესობა რადიკალების და ექსტრემისტების და თავიანთი ამ ქმედებებით სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას აძულებენ საკუთარ თავს. ეს არის ელემენტარულად პოლიტიკური უკულტურობა და ხსოვნის შეურაცხყოფა იმ ადამიანებისა, ვინც თავი დადო 9 აპრილს და ვინც მონაწილეობდა 9 აპრილს და ზოგადად ეს არის ისტორიაზე ძალადობა, რასაც
რაღაცა ჯგუფი ამ ადამიანების აკეთებს. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა გერმანიის ელჩიც დიპლომატი განსაკუთრებული პატივით მიესალმა რადიკალურად განწყობილი იმ ჯგუფებს, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან მისვლაში მოქალაქეებს ხელს უშლიდნენ. თუმცა პეტერ ფიშერმა ისევ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ არ ნანახლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ მონაცემებს. დიპლომატის დუმილი მმართველი გუნდისთვის იმ არამეგობრული პოლიტიკის გამხატულება, რომელიც ოფიციალურ ბერლინს საქართველოსთან მიმართებაში აქვს. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს საკითხთან დაკავშირებით გერმანიასთან კონსულტაცია რამდენჯერმე ჰქონდა, მათ შორის ოფიციალური ნოტითაც მიმართა. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ ანახლებთ საქართველოს შესახებ ინფორმაციას? არა, სხვა დროს შემიძლია მოვუსმინოთ თქვენს კითხვებს. ჩვენ ასევე მოგმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე. მადლობა, კარგ დღეს გისურვებთ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. არ გაქვთ ჩვენს კითხვაზე პასუხი? ეს არის ქართული ოცნების ნაბიჯების შედეგი კონკრეტული ტექნიკური საკითხების შესახებ მე ვერ გავაკეთებ. ელჩს კითხეთ, მე რატომ მეკითხებით, ელჩს რატომ არ აქვს პასუხი? მე არ ვიცი რატომ არ პასუხობ. ის რომ პიტერ ფიშერი არ პასუხობს კითხვას, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ მას არ აქვს ის პასუხი, რომელიც მოსაწონი იქნება ქართული ხალხისათვის, იმიტომ რომ მისი 9 აპრილის მემორიალთან მისვლა ნიშნავს იმას, რომ მას სურს თავი მოაწონოს ქართულ ხალხს, მაგრამ კითხვებს ვერ პასუხობს, რადგან არ აქვს ის სასურველი პასუხი, რომელიც შეიძლება მოწონებული იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან და სწორედ ამიტომ იგი ამჯობინებს დუმილს. საერთო ხელწერა არის ჩვენ არაერთი რეზოლუცია ვიხილეთ, სადაც ევრობიუროკრატები, ევროპარლამენტარები რეზოლუციაში პირდაპირ წერდნენ, რომ თურმე დღესაც ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, იგივე საკეთებს გერმანიის მთავრობაც, ეს მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს და ამით უცდილობენ ისინი, რომ ჩვენ ამას დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს არ ცემენ, რომელზეც არ აწყობთ პასუხის გაცემა, არც როდესაც არ აწყობთ კონკრეტულ ტელევიზიას არ ეწერებიან და იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც ბრიტანეთმა დაასანქცირა პირდაპირ თავს დაესხა იმედსა და პოსტივის, ზუსტად იმ დღეს იყო კონკრეტული ღონისძიება, სადაც ბატონი ფიშერი იყო, ბატონი ჰერჩინსკი ბრიტანეთის ელჩი და იქ მაგალითად მიწვეული ყავდათ მხოლოდ წევე-პირველი და ფორმულა. და ამითი პირდაპირ ნიღაბი ჩამოიხსნეს და ფასადურათაც აღარ ფუთავენ იმას, რომ რადიკალების მხარდამჭერები არიან. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამწუხაროდ არის დესტრუქციის ტყვეობაში და ელჩის მიერ დაწყებული დესტრუქცია დღეს არის გადადებული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე და ვერ ახერხებს რომ რეალობას გაუსწოროს თვალი. ეს ძალიან ცუდი არის გამომდინარე იქიდან, რომ გერმანია არ არის ასე ვთქვათ უმნიშვნელო სახელმწიფო და ცუდი საყურებელია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ეს მათ ჩამოყალიბებულობაზე მეტყველებს სამწუხაროდ. მადლობა თავისუფლებისთვის. 9 აპრილის ტრაგედია სოციალურ ქსელს შეხმაურებიან პარტია ქართული ოცნება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის წევრები. ისინი 37 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ და მადლიერებას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობას შესწირა. 9 აპრილის ტრაგედია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. ამ ღამით განვითარებულმა
ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერისხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. მადლობა თავისუფლებისთვის, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. ტრაგიკულ თარიღს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარედ ეხმაურება შალო პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი თარიღია, ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს 2 აპრილი 1999 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ განუყოფლად და ერთმანეთთან გადაჯაჭვული. 9 აპრილის ხსენებისას უპირველესად ვიხსენებთ 1999 წელს, ვინც იმ წელს მოესწრო. ახსოვს რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთოდ ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ 2 წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოყვა. უკვე 35 წელი არას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მიუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველ ჯერზე წამოვდექით, არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძნით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი. 10 წლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ საშიშროება რეალურია და ეს სიტყვები დღემდე ეკოდგეს. მისგანაც დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება, ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებით, რომ აღსრულდა ნება ქართველი ერისა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს. ვინაიდან არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში გარდაცვლილ გმირებს იხსენებენ რეგიონებში. საჯარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბათუმის მერთან მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს იმერეთშიც პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის მერმა დავით ერემაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა. გურიაში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატევი მიაგეს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას. 9 აპრილის გმირები გაიხსენეს ახალციხეშიც. პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა. მადლობა გმირებს თავისუფლებისათვის. ეს ის დღეა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ხალხის თავგაწირვამ ბიძგი მიცა არნახულ ეროვნულ მოძრაობას, რამაც 2 წლის შემდეგ 35 წლის წინ დღევანდელ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა სვიად გამსახურდიამ და ჩვენ ვიხსენებთ, არ გავიწყდება მათი სულები იმ ხალხმა, რომელმაც არნახული პატრიოტული სულით შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და თავისი ცოცხლით. ეს პატივი მივაგეთ ქუთაისში 9 აპრილის დაღუპულ გმირებს. ჩვენ მათ წინაშე დიდი ვალდებულება გაგვაჩნია, თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენთაგანის ვალი არის, რომ მათ მიერ საქართველოსთვის მოტანილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და ჩვენს შთამომავლებს გადავცეთ. მათ წინაშე ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს კიდევ ერთხელ დიდი ვალდებულება გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ, რომ მათი სახელები და მათი გვარები ყოველთვის დაუვიწყარი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკულია ჩვენს უახლეს ისტორიაში. 21-მა გმირმა თავი შესწირა თავისუფლებას და მათ შორის გურიიდან 2-მა შვილმა ნატო გიორგაძემ და ნინო თოიძემ თავისი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ქეთს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და მადლობას ვუხდით თავისუფლებისთვის.
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო ქართული კომპანიების მხარდასაჭერად განიხილავს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ბიზნესთან მუდმივი კონსულტაცია, რათა პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც სახელმწიფოს ინტერესები, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემო. ყურადღება დაეთმო სხვადასხვა პროექტის განხორციელების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას შესაბამისი სტანდარტები, ხარისხი და ვადები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კომპრომისები არ იქნება. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია გაგრძელდება, რაც ხელშეუწყობს არსებული პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას და სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას სამართლიანად საბაზო ფასად განახორციელოს ხარისხიანი პროექტები. ჩვენ ამ შეხვედრებს მუდმივად მართავთ. მნიშვნელოვანი არის, რომ რამოდენიმე საკითხი, რომელიც მშენებლების მხრიდან იყო გასულ შეხვედრებზე დასმული, დღეს დადებითად გადაწყდა და მთავრობა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ამ ბიზნესის განვითარებას და ამ სექტორის განვითარებას. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად თან იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დაისახა საომავლო გეგმები დარგის გაჯანსაღების, ზოგადად სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ საომავლო ნაბიჯებსაც გადავდგავთ მათთან კოორდინაციაში, ბიზნესთან კოორდინაციაში. ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი საბოლოო ჯამში და ამაში გადავიხადოთ საბაზრო ფასი, არც მეტი, არც ნაკლები. განვიხილეთ სექტორში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანი არის სექტორის განვითარებისთვის და ამ შემთხვევაში უკეთესი ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მიღების კუთხით ქართული კომპანიების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ქვეყნისთვის, ამიტომ ეს სექტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეკონომიკური ღირებულების შექმნაში. დღეს ნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. ეკლესია იხსენებს ამ დღეს აღსრულებულ 4 უმნიშვნელოვანეს სახარისებისეულ მოვლენას, მათ შორის ფეხტბანვის რიტუალს და გეცემანის ბაღში მაცხოვრის ბოლო ლოცვას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სამების ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვა აღასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მან ზიარების საიდუმლოსა და მადლიერების ლოცვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Pilotsaut დღევანდელ დღეს როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ საიდუმლოს ერობას და უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას ვეცადოთ უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რომ მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლით და ძალით ჩვენ მოგვეცა ჩვენი სული ცხოვრებისთვის, ჩვენი ფერისვალებისთვის და მივიღოთ ის ყველაფერი, ეს სწრაფობა და მადლი საიმისოთ, რომ როგორც წერია სახარებისეულ ვიგავში თესველის შესახებ, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ან ეკლიანი, ან როგორ არის იგავში გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს, პირფასოს მებოდადებო, ჩვენს საცხოვრებლად, ჩვენს გადასარჩენად, ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც. ამინ.
მსოფლიო ბანკმა 2026 წლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის პროგნოზით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის, ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო ევროპის და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება. ამის მიუხედავად მსოფლიო ბანკს საქართველოსთან მიმართებაში დადებითი პროგნოზები აქვს. 2026 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. საქართველოს კონტექსტში აღნიშნულია, რომ ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის უპირობო ლიდერია. გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის პროგნოზით 2026 წელს მოლდოვის ეკონომიკა 1,9%-ით, უკრაინის კი 1,2%-ით განისაზღვრა. რეგიონის მდგრადობა კვლავაც განსაცდელშია ბუნებრივი გაზის, ნავთობის და სასუქების იმპორტზე რიგი ქვეყნების დამოკიდებულების პირობებში. ბევრ ქვეყანაში საჭირო იქნება კრიზისის გავლენაზე რეაგირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად მიზან მიმართულ ღონისძიებებზე ფოკუსირებით. სირთულეების მიუხედავად დარგობრივი რეფორმების განხორციელება ფირმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელს შეუწყობს კრიზისის ზემოქმედების შემცირებას და აამაღლებს ეკონომიკურ მდგრადობას და დინამიზმს. 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ზრდა ძლიერი შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით. 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა არაერთ ქვეყანას შეუმცირა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველოს ეკონომიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყანად. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ისევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში ფიქსირდება და კერძოდ 2 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4% შეადგენს. მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ძალიან კეთილსაიმედო პროგნოზი საქართველოს მიმართებით 2026-27 წლის საშუალო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის არის გაუმჯობესებული საქართველოს მიმართებით. ეს ძალიან კარგია, არა მხოლოდ მსოფლიო ბანკი, არამედ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები ცდიან საქართველოს პროგნოზს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს თითქმის ორჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა, ჩანსახი ეკონომიკური პოლიტიკა, მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა წელსაც და მომავალ წელსაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. გაიმართა დისკუსია არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო ტურისტულ ბაზრებზე ერთობლივ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ნეგატიური გავლენის შემცირებას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორციელებს. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება. გამართეთ შეხვედრა ტურიზმის კერძო სექტორთან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე, ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, მათ შორის დავსახეთ ერთობლივი გეგმები, როგორ შეიძლება რომ ტურიზმის სექტორს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის სექტორს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა. შევძელით რომ მარტის 12-15 რიცხვიდან ქონოდა 80-90%-იანი დატვირთულობა სხვადასხვა ბაზრებიდან, სადაც უფრო მეტად გავააქტიურეთ მარკეტინგი და ასევე ფასების კორექტირება მოგცა სწრაფი შედეგი. იგივე ვაპირებთ აპრილის თვეში, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ამ დაძაბული ვითარების დასრულების ფაზა. 25 წლის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი და ჩვენ ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისას. მაინც მჯერა, რომ მიუხედავად იმ გაძვირების სასაწვავის, რომელიც ყველას ძალიან დაგვარტყა და მართლა რეალურად სერიოზული პრობლემა გახდა, მაინც სეზონი ცუდი არ იქნება. ასეთ იყო ახალი ამბები 16 საათზე, თქვენ წინ პოლიტიკური პოსტი გელოდება დროებით.